ღმერთი მოვიდა ჩვენნაირი ხორცითა და სულით და ღირსად ხვდის, რომ ჩვენში დამკვიდრდეს. რა კარგია ადამიანი იტყვის, მაგრამ მაგარი ყოფილა, რაღაცია მე მომწონს. მაგრამ ამის გამო, რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, ამის გამო ადამიანი დგება უსაშინლესი პასუხისგებლობის წინაშე. და სწორედ დღევანდელი დღე ამის მასწავლებელია. როგორ შედის უფალი იერუსალიმში, როგორ მიანიშნებს, რომ ცუდად ცხოვრობენ და ტაძარი, ღვთისდიდების ადგილი ქვაბავაზაკთა აქვთ ქცეული, ანუ ამასოფლის სულს დაუპატრონეს ტაძარი და მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, და იქ მრავალ რამას კიდე ასწავლის და ეუბნება მთელი კვირის განმავლობაში, მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ისინი გაიყვანენ გარეთ და მოკლავენ. კიდევ ვიმეორებ, ეს არის გაფრთხილება ჩემთვის და ჩვენ ხო ვიცით, რომ სამწუხაროდ, ეხლა რამდენი თითოეულ ჩვენგანს რამდენი ბზობა გაგვივლია, ანუ იერუსალიმში დიდებით შესვლა, ბზობა ხალხურად. და რამდენი ვნები შვიდეული გაგვივლია თითოეულ ჩვენგანს. და რამდენი აღდგომის დღესასწაული გაგვივლია ასევე, გაგვივლია ყველაფერი ეს. და ჩვენ ხო ვიცით, რომ რამდენჯერ აღდგომის შემდგომ განგვიგდია უფალი ჩვენი გულიდან. ასე რომ არ იყოს, მაშინ ჩვენ იმდენჯერ გაგვივლია ეს ყველაფერი, რომ აღარ ჩამოვთვალო, რომ დღეს ჩვენ უნდა ვანათებდეთ, დღეს ჩვენ უნდა ვრწყინავდეთ, ვითარცა ნათელი ამასოფლისანი. გესმით და ჩვენ არ ვწყინავთ, არანაირად არ ვწყინავთ. ესე იგი ჩვენ სამწუხაროდ ვაკეთებთ იმას, რაც მაშინდელმა იუდეველებმა გააკეთეს თავის სამწუხაროდ.